მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum. მე ვარ სხივი. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. გისურვებთ მატერიალურ კეთილდღეობას, შინაგან სიმშვიდეს და სულიერ ჰარმონიას მთელი მომდევნო წლის განმავლობაში. წლის მიწურულს კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა თქვენი უკუკავშირისთვის, მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც არხის გამომწერები ხართ, ვინც ჩემთან ერთად გაატარეთ კიდევ ერთი წელი და ჩემთან ერთად უსმენდით სამყაროს ხმას არხზე Vox Universum. დღეს გთავაზობთ ჩვენს ტრადიციულ წინასაახალწლო ვიდეოს მომდევნო წლის შესახებ. გესაუბრებით ენერგიებზე და განწყობებზე, რომელსაც ცეცხლის წითელი ცხენის წელი მოიტანს. იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ჩინური ჰოროსკოპის თითოეულ ნიშანს ექნება მომდევნო წლის განმავლობაში. ასევე გეტყვით როგორ და სად ჯობს შევხვდეთ ახალ წელს, როგორ მოვთოთ წინასწარ ბინა, როგორ გამოვეწყოთ თავად, რა ჩავიცვათ, როგორ გავშალოთ სუფრა, ვინ შევარჩიოთ მეკვლეთ, როგორ საახალწლო საჩუქრებზე შევაჩეროთ არჩევანი და ვიდეოს ბოლოს რამდენიმე რიტუალსაც შემოგთავაზებთ, რომლებიც დაგეხმარებათ სურვილების ასრულებასა და კეთილდღეობის მოზიდვაში მთელი მომდევნო წლის განმავლობაში. მოდი დავიწყოთ და დასაწყისისთვის გავერკვეთ აღმოსავლური, კერძოდ ჩინური ჰოროსკოპის საინტერესო დეტალებში. ჩინური ჰოროსკოპის საინტერესო დეტალები. ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, ყოველ წელს ხავს თავისი მფარველი ცხოველი და ასეთი 12-ია. ესენი არიან: ვირთხა, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, თხა, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ღორი. თითოეულ მათგანზე თანმიმდევრობით გავლენას ახდენს კონკრეტული ფერი და 5 ელემენტიდან ერთ-ერთი. ესენია: ხე, ცეცხლი, მიწა, მეტალი და წყალი. შესაბამისად, თითოეული ტიპის იდენტური წელი მხოლოდ 60 წელიწადში ერთხელ მეორდება. 2026 წელი რიგით მე-7 ცხოველს, ცხენს ეკუთვნის და წინა პერიოდში ცხენის წლები იყო: მეტალის 1930 და 1990 წლებში, წყლის 1942 და 2002 წლებში, ხის 1954 და 2014 წლებში, ცეცხლის 1966 წელს, ანუ 60 წლის წინ, მიწის 1978 წელს და იქნება 2028 წელს. 2026 წელი კი, როგორც უკვე აღონიშნეთ, ცეცხლის წითელი ცხენის წელიწადია. კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. გაითვალისწინეთ, რომ ჩინური ახალი წელი დგება არა 1 იანვარს, ანუ არა იმ დროს, როდესაც კალენდარული ახალი წელი მოდის, არამედ მიმდინარე წლის 21 იანვრიდან 20 თებერვლის შუალედში. ეს თარიღი სხვადასხვა წელს ცვალებადია და დამოკიდებულია მთვარის კალენდარზე. შესაბამისად, თუ რომელიმე წლის 21 იანვრამდე ხართ დაბადებული, მაშინ თქვენი ჩინური ჰოროსკოპის ნიშანი იქნება ის ცხოველი, რომელიც წინა კალენდარულ წელს მართავდა. ხოლო 21 იანვრიდან 20 თებერვლის შუალედში დაბადებულებმა ინდივიდუალურად უნდა მოიძიოთ კონკრეტულად თქვენ დაბადების წელს, რომელ რიცხვში იყო ჩინური ახალი წელი. ანუ, რომელ რიცხვში შეიცვალა წლის ნიშანი და იხელმძღვანელოთ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მაგალითისთვის, ავიღოთ 2026 წელი. მომდევნო წელი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით დადგება 17 თებერვალს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც 2026 წლის 17 თებერვლამდე დაიბადებიან, იქნებიან მიმდინარე წლის ნიშნით დაბადებულები. ანუ, ჩინური კალენდრის მიხედვით ისინი ჯერ კიდევ გველის წელში დაიბადებიან და მხოლოდ 17 თებერვალს ან ამ დღის შემდეგ დაბადებულები ჩაითვლებიან ცხენის წელში დაბადებულებად. იმედია, ეს დეტალი გასაგებად ახსენი. თუ არა და დამიწერეთ კომენტარებში და შევეცდები მეტად გაგარკვიოთ აღმოსავლური ჰოროსკოპის ამ თავისებურებაში. ჩვენ კი წავიდეთ წინ. ახლა შევეცდები ძალიან მოკლედ გაგაცნოთ მომდევნო წლის ზოგადი ტენდენციები ცხოვრების სფეროების მიხედვით და ასევე მოგაწვდით მოკლე ინფორმაციას, რა მოლოდინები უნდა გქონდეთ ჩინური ჰოროსკოპის თითოეულ ნიშანს, ანუ პირადად თქვენ. მომდევნო წლის მნიშვნელოვანი ტენდენციები. ალბათ გახსოვთ გასულ წინასაახალწლო ვიდეოში, სადაც ხის მწვანე გველის წლის შესახებ მოგაწოდეთ ინფორმაცია, აღვნიშნე, რომ წინ გველოდა ბუნებრივი და სოციალურ-პოლიტიკური კატაკლიზმებით სავსე წელი, რომელიც მოიტანდა ერთგვარ ქაოსს ჩვენს გარშემო და გაურკვევლობას
ჩვენში. მინდა გაგახაროთ, მომდევნო წელი იქნება გაცილებით უკეთესი, მაგრამ არა სიმშვიდის ან უმოქმედობის, არამედ გარკვეულობის თვალსაზრისით. მომდევნო წლის განმავლობაში ჩვენ ბევრ საკითხში შევძლებთ გარკვევას, დავინახავთ და აღვიქვამთ რეალობას ისეთად, როგორიც სინამდვილეშია. და ზოგჯერ ეს სინამდვილე შესაძლებელია სულაც არ იყოს ტკბილი. დავინახავთ და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს გარშემო არის უამრავი შესაძლებლობა ჩვენი თვითრეალიზებისთვის, ჩანაფიქრების განსახორციელებლად და სურვილების ასასრულებლად. დავინახავთ სამომავლო პერსპექტივებსაც და შევძლებთ ბევრი მიმართულებით სამოქმედო გეგმაც განვსაზღვროთ. რაც შეეხება სიმშვიდეს, ნურას უკაცრავად, პირიქით. აღმოსავლურ ჰოროსკოპში ცხენი თავისუფლების, ენერგიულობის და მუდმივი მოძრაობის სიმბოლოა, ხოლო წითელი ფერი და ცეცხლის ელემენტი კიდევ უფრო ამძაფრებს მომავალი წლის აქტიურობას და დინამიკას. ჩინურ კულტურაში ცეცხლი, როგორც ელემენტი, დაკავშირებულია ზაფხულთან, მზესთან, სასიცოცხლო ენერგიის აღმავლობასთან, რაც მოიაზრებს აქტიურობას, ენერგიულობას, ლიდერული პოტენციალის გამოვლენას, ძლიერ ვნებებს, ძლიერ სოციალიზაციას, ბევრ კომუნიკაციას, შემოქმედებითი პოტენციალის გამოღვიძებას, შთაგონების გამძაფრებას და ასევე მომატებულ ემოციურ ფონს. ხოლო წითელი ფერი დაკავშირებულია ბედთან, ითვლება ყველაზე იღბლიან ფერად, ასევე უარყოფითი ენერგიებისგან დაცვასთან და სხვადასხვა ამ ფერს ხშირად ხვდებით სხვადასხვა რიტუალებში, ამულეტებსა და თილისმებზე. ასევე წითელი ფერი ასოცირდება სიცოცხლის უნარიანობასა და ზოგადად სასიცოცხლო ენერგიასთან, სიყვარულთან, ვნებებთან, წარმატებასთან და სიუხვესთან. შესაბამისად, ეს მნიშვნელობები ჯამში გვაძლევს საშუალებას, რომ სრული წარმოდგენა შევიქმნათ მომავალი წლის შესახებ. ეს იქნება მნიშვნელოვანი განახლების და მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი, განსაკუთრებულ დინამიკით, თავდაჯერებულობით, შემართებით, გაბედულებით, სიყვარულით და ვნებებით ახსავსე და რაც მთავარია, მეტი თავისუფლების და მეტი დამოუკიდებლობის სურვილით. გაუმართლებთ მათ, ვინც შრომის მოყვარეა, არ ეზარება კომფორტის ზონიდან გასვლა და მზად არის იზრუნოს განვითარებაზე, გაწიოს რისკები, იბრძოლოს თავისუფლებისთვის და მიიღოს ახალი შესაძლებლობები. წლის განმავლობაში დაეყრდნით საკუთარ ინტუიციას, იყავით თავდაჯერებულები, ოპტიმისტურად განწყობილები, სოციალურად მეტად იაქტიურეთ, კარგი დროა საჯარო გამოსვლებისთვის, საკუთარი თავის წარმოჩენისთვის, უფრო დიდ აუდიტორიებთან კომუნიკაციისთვის და მაქსიმალურად გამოავლინეთ თქვენი ლიდერული უნარები. გახსოვდეთ, რომ 2026 წელი ცვლილებების წელია და გამბედაობა არის ის მთავარი თვისება, რაც აუცილებლად მიგიყვანთ წარმატებამდე. ფინანსური თვალსაზრისით, კარგი დროა ინვესტიციების დაწყებისთვის, განსაკუთრებით ინოვაციურ ტექნოლოგიებში, კრეატიულ ბიზნესებში და ორიგინალურ სტარტაპებში. მოიმატებს შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობა, განსაკუთრებით პირად პროექტებში, მცირე ბიზნესში და თვითდასაქმებულებისთვის, ან თავისუფალი პროფესიების მქონეთათვის, ეგრეთ წოდებული ფრილანსერებისთვის. ასევე ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ საკუთარი საქმის გაფართოება და ახალ ბაზრებზე გასვლა. მოერიდეთ სწრაფ და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, გაუმართლებელ ფინანსურ რისკებს. არ არის რეკომენდირებული დიდი სესხების აღება ან ზედმეტად გაბედული, სარისკო ინვესტიციების გაკეთება. აუცილებელია ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ და იმოქმედოთ ამ გეგმის შესაბამისად, რადგან წლის განმავლობაში გაზრდილ ემოციურ ფონზე შესაძლებელია აჩქარდეთ და ადგილი კონდეს დანაკარგებს. პირადი ურთიერთობებისთვის ეს წელი პირველივე წამიდან აალების, ემოციების და გრძნობების გაძლიერების პერიოდია. მათთვის, ვინც მარტო ხვდებით ამ წელს, დაიწყებთ მეტად აქტიურ სოციალურ ცხოვრებას. ბევრი ახალი ადამიანი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში და გამორიცხული არ არის სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდეთ ძლიერი გრძნობების მორევში და ძალიან მყარ და სერიოზულ ურთიერთობაშიც. ვინც უკვე ხართ ურთიერთობაში, თქვენთვის ვნებების გამძაფრების წელი მოდის, სხვადასხვა სახის სიახლეების, მოგზაურობების და ურთიერთობის განახლების. აქაც მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მომატებული ემოციური ფონი წლის განმავლობაში, რამაც შეიძლება გიბიძგოთ კამათისკენ, ემოციების იმპულსური ამოფრქვევისკენ, დაუფიქრებელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისკენ. ამიტომ საჭიროა აკონტროლოთ ეს ასპექტები, შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე და გამოავლინოთ მოთმინების მტკიცე უნარი.
რაც შეეხება საქმიან სფეროს და თვითრეალიზებას, 2026 წელი კარიერისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია. ამ წელს მოსალოდნელია დაწინაურება, თანამდებობის ცვლილება ან ახალი პროფესიული მიმართულების დაწყება. ვინც შემოქმედებით სფეროებში ხართ დაკავებული, როგორიცაა მაგალითად დიზაინი, მედია, კინო, მარკეტინგი და ასე შემდეგ, ზრდა და დიდი წარმატებები გელით. იდეალური დროა ახალი ბიზნესის დაწყებისთვის. და ამ წლის ენერგია ხელს უწყობს ლიდერული უნარების გამოვლენას, საკუთარი გზის პოვნას და ზოგადად წინსვლას. აქაც მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ბალანსის შენარჩუნება, რომ არ უნდა გადაიტვირთოთ და გამოყოთ დრო დასვენებისთვისაც. გახსოვდეთ, რომ ემოციებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებებმა შეიძლება შეცდომები დაგაშვებინოთ. და გაითვალისწინეთ, რომ თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოყვარული ცხენის წლიწადი გაართულებს გუნდურ სამუშაოს შესრულებას და ზოგჯერ შესაძლებელია დაძაბულობას ჰქონდეს ადგილი. როგორც ხედავთ, წინ საკმაოდ საინტერესო წელიწადი გველის, რომელიც სავსე იქნება შესაძლებლობებით, მიღწევებით, ახალი შთაბეჭდილებებით, მოულოდნელობებით, მიზანსწრაფვით, შემეცნებით, განახლებებით და რაც მთავარია, თავბრუ დამხვევი ტემპით. ამიტომ შეიკარით ხვედები, იმიტომ რომ უსაფრთხოების გათვალისწინება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი, თუ გნებავთ ასპექტი იქნება მომდევნო წლის განმავლობაში და წინ სრული სვლით. მნიშვნელოვანი ინფორმაცია თითოეული ნიშნისთვის. ახლა მოკლედ განვიხილოთ, რა გავლენას მოახდენს ეს წელი ჩინური ჰოროსკოპის სხვა ნიშნებზე. დავიწყოთ პირველი ნიშნით. ესენი არიან ვირთხის წელიწადში დაბადებული ადამიანები. თქვენთვის 2026 წელი დინამიკური, მაგრამ ოდნავ არასტაბილური წელი იქნება. საჭიროა წინასწარ შეიმუშაოთ მოქმედების სტრატეგია ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და იყოთ მაქსიმალურად ფხიზლად. ფინანსურ ნაწილში შესაძლებელია იგრძნოთ რეალური პროგრესი, მაგრამ უნდა იმოქმედოთ განსაკუთრებული სიფრთხილით და არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ რისკზე. არ გააკეთოთ იმპულსური ინვესტიციები და თავი შეიკავეთ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებისგან. სიყვარულში გექნებათ ემოციური აფეთქებები, ამიტომ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად საჭიროა შეინარჩუნოთ სიმშვიდე და გულწრფელი კომუნიკაცია პარტნიორთან. კარიერულად ბევრი ცვლილება გელით. შესაძლებელია მნიშვნელოვანი ნახტომიც კი გააკეთოთ, თუ შეინარჩუნებთ მოთმინებას და გამოავლენთ შრომის მოყვარეობას. ხარის წელში დაბადებულებისთვის ცხენის წელი გამოწვევებით იქნება სავსე. შესაძლებელია შეგხვდეთ ბევრი წინააღმდეგობა და დაძაბულობა. თუმცა, თუ შეძლებთ ასეთი გამოწვევები აქციოთ შესაძლებლობებად, ეს წელი თქვენი ცხოვრების ახალი ათვლის წერტილადაც კი შეიძლება იქცეს. ფინანსების მხრივ მნიშვნელოვანი იქნება შეინარჩუნოთ სტაბილურობა. გახსოვდეთ, რომ წელს სარისკო ნაბიჯები არ გამართლდება, ამიტომ შეეცადეთ ამ წლის განმავლობაში არ მიიღოთ გაუთვლელი და გაუაზრებელი გადაწყვეტილებები ფინანსებთან დაკავშირებით. სიყვარულში დაგჭირდებათ თავშეკავება, მეტი ემოციური მოთმინება და ზოგადადაც ურთიერთობებში აუცილებელია შეინარჩუნოთ სიმშვიდე. კარიერულად იგრძნობთ, რომ პროგრესი ნელა, მაგრამ მოდის და თუ ჯიუტად და ნაბიჯ-ნაბიჯი მოქმედებთ წინასწარ დაგეგმილი სტრატეგიის მიხედვით, მაშინ სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწევთ. ვეფხვის წელში დაბადებულებს ერთ-ერთი საუკეთესო წელი გელით წინ. ჰარმონიაში იქნებით იმ ენერგიებთან, რომელიც ცეცხლის წითელი ცხენის წელს მოაქვს. ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მატება გექნებათ. გაიზრდება თქვენი შემოსავლები და გაგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები. თუ საკუთარ ბიზნესს ფლობთ ან თვითდასაქმებული ხართ, დროა იფიქროთ გაფართოებაზე და თქვენი საქმის მასშტაბირებაზე. სიყვარულშიც ძლიერი და სასიამოვნო ემოციებით იქნებით დახუნძული. კარგი პერიოდი გექნებათ ახალი კავშირების ჩამოყალიბებისთვის ან არსებული ურთიერთობის გაღრმავებისთვის. კარიერულად მნიშვნელოვან გარღვევებს უნდა ელოდოთ, დაწინაურებას, ლიდერული პოზიციების დაკავებას, მნიშვნელოვან პროექტებს და დიდ წარმატებებს. კატა კურდღელის წელში დაბადებულებისთვის ეს წელი პროგრესული და მსუბუქი წელი იქნება. წინსვლა გელით ცხოვრების ბევრ სფეროში. ფინანსურად იგრძნობთ სტაბილურ ზრდას, გაგიჩნდებათ ახალი შემოსავლის წყაროები. თუმცა მნიშვნელოვანი იქნება ფინანსებთან მიმართებაში შეიმუშაოთ ახალი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს მეტად ღონივრულ დამოკიდებულებას. სიყვარულში ეს წელი სიმშვიდეს და მძაფრ ინტიმურ ენერგიებს გპირდებათ და ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული წელი გექნებათ პირადი ცხოვრებისთვის. კარიერულად კარგი დროა შემოქმედებითი და ინტელექტუალური პროექტებისთვის, სოციალური წრის გაფართოებისა და ახალი პარტნიორობის დაწყებისთვის.
დრაკონის წელში დაბადებულებს ძლიერი და წარმატებული წელი გელით წინ. ცხენის ენერგია ხელს შეგიწყობთ განახორციელოთ დიდი გეგმები. მნიშვნელოვანია არ შეგეშინდეთ პასუხისმგებლობის აღების და გააანალიზოთ, რომ დროა დაძლიოთ შინაგანი შიშები და არ გაუშვათ ხელიდან წარმატების შანსი. და კიდევ, წლის განმავლობაში ნუუგულებელყოფთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებსაც. ფინანსურად კარგი შემოსავლები გექნებათ, მაგრამ გაიზრდება ხარჯებიც. ამიტომ მნიშვნელოვანია ისწავლოთ მატერიალური რესურსების განაწილება. მაქსიმალურად მოერიდეთ სპეკულაციებს და ეცადათ დაიწყოთ დანაზოგის გაკეთება, თუნდაც მცირე თანხებით. სიყვარულში ვნებით სავსე პერიოდი გელით არსებულ ურთიერთობებში და ასევე თქვენს ახალ რომანებს ძლიერი პოტენციალი ექნება. ამ წელს დაწყვეული კავშირები პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ და საკმაოდ ხანგრძლივადაც გასტანს. კარიერულად აღიარება გელით, პოპულარობა, პროფესიული წინსვლა და ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლებელია საკმაოდ მაღალი პოზიციებიც დაიკავოთ. გველის წელში დაბადებულებისთვის არაერთგვაროვანი წელი იქნება. გარდამტეხი, მაგრამ არა ადვილი. მნიშვნელოვანია იზრუნოთ თვითგანვითარებაზე. იმოქმედოთ გონივრულად და საშუალება არ მისცეთ იმპულსურ, გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს, რომ დაუშვათ შეცდომები და გადაუხვიოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი მიზნებისკენ სავალი გზიდან. ფინანსურად საჭიროა სიფრთხილე, მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს და გაუთვლელ ხარჯებს. გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში სტაბილური სარგებელი თქვენთვის მოვა მხოლოდ კონსერვატიული ნაბიჯებით და ტრადიციული, თქვენგან უკვე აპრობირებული გზებით. სიყვარულშიც შერეული ტენდენციები გამოიკვეთება. გექნებათ აღმაფრენის და შტაგონების ძლიერი ეპიზოდებიც, თუმცა მოსალოდნელია სირთულეებიც. ამიტომ მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ ზომიერება. კარიერულად პროგრესი გელით, ნელა, მაგრამ საიმედოდ წაიწევთ წინ და მნიშვნელოვან მიღწევებს, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში, უნდა ელოდოთ. ცხენის წელში დაბადებულებისთვის 2026 წელი საკუთარი წელია. იქნებით ძლიერები, ენერგიულები, ემოციურად დატვირთულები. მოკლედ, წარმატებული პერიოდი გექნებათ, შესაძლებლობებით სავსე, რომელიც საშუალებას მოგცემთ ცხოვრების განახლების და ბევრი პოზიტიული ცვლილების განხორციელებისთვის. მაგრამ მნიშვნელოვანია არ დაივიწყოთ დასვენების აუცილებლობა და საკუთარი დროის გრაფიკში სავალდებულოდ ჩასვით განტვირთვის პერიოდებიც. ფინანსური თვალსაზრისით მოგეცემათ ზრდის უდიდესი პოტენციალი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დისციპლინა, შემოსავლების და ხარჯების ბალანსი, სამომავლო პერსპექტივებზე კონცენტრირება. სიყვარულში იქნებით ვნებიანები, ინტენსიურები. ახალი კავშირების ჩამოყალიბებისას შესაძლებელია მოხდეს ურთიერთობის სწრაფი განვითარება, თუმცა ასევე გამორიცხული არ არის მოულოდნელი ცვლილებებიც. კარიერულადაც ეს წელი წარმატებულ პერიოდს გპირდებათ, დაწინაურება, მნიშვნელოვანი პროექტები, ლიდერული განწყობა და შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანი ახალ ეტაპზეც კი გადახვიდეთ. ცხვარი თხის წელში დაბადებულები. გახდებით მეტად ემოციურები, თუმცა შეძლებთ ადვილად გადალახოთ ცხოვრებისეული დაბრკოლებები და ბევრი რამ მიაბაროთ წარსულს. ფინანსურად წელს სტაბილურად გაივლით. გექნებათ უმნიშვნელო, მაგრამ მაინც მატება შემოსავლების კუთხით. თუმცა მნიშვნელოვანია თავიდან აირიდოთ ფინანსური რისკები და იმოქმედოთ მაქსიმალურად კეთილგონივრულად. სიყვარულში ჰარმონია გელით, ხოლო ახალ ურთიერთობებში შეეცადეთ იყოთ მშვიდები და თანმიმდევრულები. კარიერულ თვალსაზრისით იგრძნობთ სტაბილურ პროგრესს. განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწევთ ისინი, ვინც შემოქმედებით სფეროებში ხართ დაკავებული ან ვისი საქმიანობაც კრეტიულ მიდგომებთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება მაიმუნის წელიწადში დაბადებულებს. თუ ჭკვიანურად იმოქმედებთ და პოზიტიურად გამოიყენებთ შანსებს, რომელიც წლის განმავლობაში უხვად გექნებათ, მაშინ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი გელით წინ. ფინანსების მხრივ ძლიერი მატებაა მოსალოდნელი. ახალი პროექტები და გაბედული ნაბიჯების გადადგმა შემოსავლების მკვეთრ ზრდას და წარმატებას მოგიტანთ. სიყვარულის თვალსაზრისით დაუვიწყარი შთაბეჭდილებების წელი გელით. გაიზრდება თქვენი მიმზიდველობა და შარმი. ბევრ თქვენგანს ეს წელი ახალ რომანტიკულ კავშირებს და ემოციურ განახლებას მოგიტანთ. კარიერული წინსვლა ამ წელს გარანტირებული გაქვთ, განსაკუთრებით თუ უკვე გაქვთ დასახული კონკრეტული მიზნები. ასევე შესაძლებელია დაწინაურება, პოზიციის ზრდა და განსაკუთრებით კარგი პერიოდი იქნება საკუთარი საქმის დაწყებისთვის ან უკვე არსებულის განვითარებისთვის. მამლის წელში დაბადებულებს. აქტიური და პროდუქტიული წელი გელით.
არაერთი შანსი მოგეცემათ მეტად თვითრეალიზების. მთავარია თქვენი მზაობა რომ დაინახოთ ეს შესაძლებლობები და მაქსიმალურად პოზიტიურად გამოიყენოთ თქვენთვის. ფინანსების მხრივ გექნებათ შემოსავლების ნელი, მაგრამ სტაბილური ზრდა. სიყვარულში საჭირო იქნება გამოავლინოთ მეტი გულწრფელობა და ამ ფორმით შეძლებთ ურთიერთობების გაღრმავებას. კარიერულად მნიშვნელოვანი წარმატებები გელით, განსაკუთრებით საერთაშორისო პროექტებში და ისეთ სფეროებში, სადაც მომსახურება ინტერნეტით ხორციელდება. ძაღლის წელში დაბადებულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული წელი მოდის. ეს პერიოდი დიდ იღბალს და გამართლებას გპირდებათ. ფინანსების მხრივ ადგილი ექნება სტაბილურ ზრდას და შეძლებთ შეიქმნათ მყარი მატერიალური ფუნდამენტი სამომავლოდაც. სიყვარულში ღრმა, სანდო, ჰარმონიული ურთიერთობების წელი გექნებათ. ბევრმა თქვენგანმა ამ პერიოდში შესაძლებელია იქორწინოთ, ან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგათ პირადი კავშირების ჩამოყალიბება განვითარებისთვის. კარიერულად წარმატება გელით. გაიზრდება თქვენი გავლენები, გაძლიერდება თქვენი პროფესიული ავტორიტეტი და გაცილებით ადვილად შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევა საქმიან სფეროში. ღორის წელში დაბადებულებს აქტიური და პროდუქტიული წელი გელით. საინტერესო, მაგრამ ოდნავ რთული წელი გელით. ამ პერიოდში ბევრი ახალი გზაგასაყარის წინაშე აღმოჩნდებით. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება ყოველ ჯერზე გააკეთოთ გააზრებული არჩევანი და განსაკუთრებით პასუხისმგებლობით მოეპყროთ თითოეულ მისაღებ გადაწყვეტილებას. ფინანსების მხრივ გექნებათ შემოსავლების ზრდა, მაგრამ ასევე არ არის გამორიცხული გახდეთ უფრო მეტად მხარჯველებიც. ამიტომ მნიშვნელოვანია აკონტროლოთ ეს ასპექტი ყურადღებით. სიყვარულში გექნებათ ემოციური აღმაფრენები. უკვე არსებულ ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაგეწყებათ, რომელიც მეტ სიამოვნებას მოგიდანთ, ხოლო მათ, ვინც ახალ ურთიერთობას წამოიწყებთ, ეცადეთ იყოთ მეტად რაციონალურები და თანმიმდევრულები თქვენს მოქმედებაში. კარიერულად მოსალოდნელი კარდინალური ცვლილებები, იმდენად, რომ შესაძლებელია პროფესია და საქმიანობის სფეროც კი შეიცვალოთ. თუმცა, ასევე შესაძლებელია დაწინაურება, პოზიციის ზრდა და განსაკუთრებით კარგი პერიოდი იქნება საკუთარი საქმის დაწყებისთვის ან უკვე არსებულის განვითარებისთვის. როდის შევხვდეთ ახალ წელს? როგორც უკვე რამდენჯერმე აღვნიშნე, სინამდვილეში აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით ცეცხლის წითელი ცხენის წელი 2026 წლის 17 თებერვალს დაიწყება და 2027 წლის 7 თებერვლამდე გასტანს. მაშინ ბუნებრივად ისმება შეკითხვა. აქვს თუ არა აზრი მისი მოსვლა აღვნიშნოთ 1 იანვარს? რა თქმა უნდა აქვს. ისეთი რიტუალები, როგორიცაა ახალი წლის შეხვედრა, დაბადების დღის აღნიშვნა თუ სხვადასხვა დღესასწაულები, სინამდვილეში სიმბოლური მნიშვნელობისაა და ემსახურება გარემოსთან ურთიერთქმედებას. ამ ფორმით ჩვენ ვუცხადებთ სამყაროს, რომ ვიღებთ მის მიერ შემოთავაზებულ ენერგიებს და მზად ვართ მათთან კეთილგონივრული ურთიერთქმედებისთვის. ასეთი პირობითი, სიმბოლურ მეტაფორული აზროვნებით, სხვადასხვა რიტუალებით და შინაგანი შეგრძნებების მომართვით შესაბამის ტალღებზე, ჩვენ ჰარმონიაში მოვდივართ პირველ რიგში საკუთარ თავთან და აქედან გამომდინარე სრულიად სამყაროსთანაც, რადგან ჩვენ ვართ კიდეც უკიდეგანო სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილაკები. ჩვენ ვართ სამყარო და სამყარო არის ჩვენში. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს 1 იანვარს შევხვდებით ახალი წლის ახალ ენერგიებს, 14 იანვარს ძველით ახალ წელს, თუ 17 თებერვალს, როდესაც რეალურად დადგება ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით მომდევნო წელი. მთავარია ჩვენი განწყობა და მზაობა, რომ მივიღოთ ეს ახალი ენერგიები, შემართებით დავხვდეთ ახალ გამოწვევებს და პოზიტიურად გამოვიყენოთ ახალი შესაძლებლობები, რომელიც ცეცხლის წითელ ცხენს მოაქვს, ჩვენი სამომავლო კეთილდღეობისთვის. ხოლო როგორ მოვახერხოთ ეს, ამაზე დაწვრილებით მოგიყვებით ახლა. ცეცხლის წითელი ცხენის წლის ფერები. კეთილდღეობისა და წარმატების მოსაზიდად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მომდევნო წლის ფერები. მათი გათვალისწინება აუცილებელია სადღესასწაულო ჩაცმულობაში, ბინის მორთვისას და საახალწლო სუფრის გაშლისასაც. ცეცხლის წითელი ცხენის წლის პრიორიტეტული ფერებია წითელი ფერის სრული გრადაცია. იგი გააძლიერებს თქვენს იღბალს, გაზრდის თავდაჯერებულობას
დაგიცავთ ნეგატიური ენერგიებისგან. ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ წინსვლასა და ფინანსურ კეთილდღეობას. სიყვარულში გაზრდის თქვენს ვნებასა მიზიდულობის ძალას. ნარინჯისფერი. აგიმაღლებთ მოტივაციას, ხელს შეგიწყობთ კომუნიკაციებსა და ახალი კავშირების ჩამოყალიბებაში. შეამცირებს შიშებს და გაუბედაობას. ოქროსფერი, ყვითელი. სიმდიდრის, კეთილდღეობისა და გამართლების აღნიშნული ფერებია. ხელს შეუწყობს მატერიალურ გაძლიერებას, ფინანსურ წარმატებას და აამაღლებს თქვენს სტატუსს. დაგეხმარებათ გონებრივი სიცხადის შენარჩუნებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. მწვანე. ჯანმრთელობის გაძლიერებასა და ცხოვრების განახლებაში დაგეხმარებათ. დააბალანსებს ცეცხლის ზედმეტ ემოციურობას და შეამცირებს სტრესის და გადაღლის პროცესებს. ყავისფერი. ჩინურ ტრადიციაში ეს ფერი მიწის ენერგიას უკავშირდება. აღნიშნავს ფიზიკურ ძალას, წინსვლას, მატერიალურ დოვლათს. ხელს უწყობს მყარი პირადი და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და კარიერულ წინსვლას. მომავალ წელს მოერიდეთ შავისა და ლურჯის გამოყენებას. ეს ფერები აქვეითებს ცეცხლის ენერგიას და შესაძლოა ჩააქროს თქვენი მოტივაცია და გაგიქროთ აქტიურობის და მოქმედების სურვილი, რაც ასეთი მნიშვნელოვანია 2026 წლის განმავლობაში. როგორ მოვრთოთ ბინა? ინტერიერის მორთვისას, სახლშიც და სამსახურშიც, ერიდეთ ყველაფერს, რაც ხელოვნური და მოსაწყენია. შექმენით მხიარული და მაქსიმალურად ფერადი გარემო, რომელიც აგიმაღლებთ განწყობილებას. გამოიყენეთ სხვადასხვა ბუნებრივი მასალებით შექმნილი ხელნაკეთი დეკორატიული ელემენტები. არ დაივიწყოთ ნალის ფიგურა, როგორც ბარაქის, კეთილდღეობის და ოჯახის დაცვის სიმბოლო. ფერებიდან ბუნებრივია, წლის მთავარ ფერებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა. ეს ფერები გაითვალისწინეთ სადღესასწაულო ქსოვილებში, როგორიცაა ფარდები, სუფრის გადასაფარებლები, დეკორატიული ბალიშები, ქსოვილის ან ქაღალდის ხელსახოცები. და რაც მთავარია, არ გამოგრჩეთ, რომ გამოიყენოთ რაც შეიძლება მეტი განათება და ცეცხლის ელემენტები საერთო დეკორში. ეს აუცილებელია. დაანთეთ სანთლები, ააგიზგიზეთ ბუხარი და თუ ეზოც გაქვთ, არ დაგავიწყდეთ ჩირაღდნების დანთებაც. წელს ნაძვის ხე შეიძლება იყოს მწვანე, ოქროსფერი ან თეთრი. გააფორმეთ წლის ძირითად ფერებში. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაგავიწყდეთ ცხენის ფიგურა და გამოსახულებები საერთო დეკორში, მით უმეტეს ნაძვის ხესა და საახალწლო სუფრაზე. ამით მეტად აამებთ მომავალი წლის სიმბოლოს და მეტ კეთილგანწყობასაც დაიმსახურებთ წლის მანძილზე. უმჯობესი იქნება, თუ თავაწეულ ცხენის ფიგურას შეიძენთ. შესაძლებელია წინ მომზირალიც, რომელიც შემართებით გაჰყურებს მომავალს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ თავდახრილი ცხენის ფიგურა, რომელმაც შესაძლებელია გაუსაძლისი და დაუფასებელი შრომა მოიზიდოს მთელი წლის მანძილზე. ასეთი თავაწეული ან მომავლისკენ მომზირალი ცხენის ფიგურებით შემდგომში შეგიძლიათ მორთოთ საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეები. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიტანოთ ეს აქტიური ენერგია საძინებელში, რომ არ დაიფრთხოთ ძილი და გქონდეთ მშვიდი მოსვენების საშუალება. სად შევხვდეთ ახალ წელს? ცხენი სოციალური ცხოველია და არ უყვარს მარტოობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სადღესასწაულო ღამეს ბევრი ადამიანის გარემოცვაში შეხვდეთ. მაგალითად, სახლში შეკრიბეთ ყველა ის ადამიანი, ვინც გულს გიხარებთ და დღესასწაული რაც შეიძლება აქტიურად და მხიარულად აღნიშნეთ. იმღერეთ, იცეკვეთ და გაიხსენეთ მხიარული ისტორიები. ასევე შესაძლებელია ახალ წელს სახლის გარეთაც შეხვდეთ ხალხმრავალ ადგილებში, სადაც მხიარულება და კეთილგანწყობა იქნება და კომფორტულად იგრძნობთ თავს. ასევე მისაღებია წახვიდეთ სხვადასხვა წვეულებებზე, ან ბუნებაში დაანთოთ კოცონი და მის გარშემო იმხიარულოთ. მთავარია ირგვლივ სუფილდეს სადღესასწაულო განწყობა, იყოს ღიმილიანი სახეები და ბევრი სიყვარული. რა ჩავიცვათ? ცხენი ბუნებრიობას ანიჭებს უპირატესობას, ამიტომ საახალწლო სამოსის შერჩევისას ბუნებრივ ქსოვილებზე გააკეთეთ არჩევანი და უარი თქვით სინთეტიკურ მასალებზე. ასევე გაითვალისწინეთ წლის ფერები: წითელი, ოქროსფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე და ყავისფერი. განსაკუთრებით წითელი, რომელიც აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს თქვენს ჩაცმულობაში, მინიმუმ რაიმე აქსესუარის სახით.
ცხენისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია თავისუფლად მოძრაობა და სივრცის განცდა. ამიტომ ქალბატონებიც და მამაკაცებიც მოერიდეთ მჭიდრო, ტანზე მომდგარ ტანსაცმელს, რომლებიც ზღუდავენ თქვენს მოძრაობას. შეარჩიეთ ისეთი სამოსი, რომელიც თქვენს სხეულთან მსუბუქ შეხებაშია, ასე ვთქვათ, თავისუფლად ზის. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია თავს კომფორტულად გრძნობდეთ და არჩევანიც ამის გათვალისწინებით გააკეთოთ. აქსესუარები ქალბატონებმაც და მამაკაცებმაც სასურველია გამოიყენოთ მრავლად და ჭარბად იყოს ოქროსფერი, წითელი, ნარინჯისფერი და მწვანე ელემენტებით გაფორმებული. კარგი იქნება თუ ნალის ფორმის აქსესუარიც გექნებათ, ან თუნდაც გამოსახულება და ზოგადად ნალის ფიგურის ტარება ჩანთაში, ჯიბეში ან აქსესუარის სახით მთელი წლის განმავლობაში წარმატებას, კეთილდღეობას და მაღალი ძალების ფარველობას მოგიტანთ. როგორ გავშალოთ სუფრა? რა თქმა უნდა, საახალწლო სუფრა ყოველი წლის მნიშვნელოვანი ელემენტია საქართველოში და მას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ. 2026 წლის შესახვედრად მაგიდის გადასაფარებლად სასურველია წითელი, ოქროსფერი ან ნარინჯისფერი ქსოვილი შეარჩიოთ, ან მინიმუმ წითელი ფერით იყოს გაფორმებული. სერვირებაც წლის ფერებში გადაწყვიტეთ, თუმცა დასაშვებია თეთრი ელემენტებიც, მაგალითად თეთრი თეფშების სახით. მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეთ სუფრისა და სახლის დეკორაციებში ცეცხლის ელემენტის გამოყენება, სანთლებისა და გირლიანდების სახით. ასევე მნიშვნელოვანია სუფრაზე დადგათ ცხენის ფიგურა, რომელიც მთელი მომდევნო წლის განმავლობაში თქვენი სახლის თილისმა იქნება და არც გველის ფიგურა გამოგრჩეთ მხედველობიდან, რომლის ენერგიები 2026 წლის 17 თებერვალამდე ჯერ კიდევ ძალაშია და მოქმედებს. საკვები პროდუქტებიდან სასურველია მაგიდაზე იყოს ბევრი ბოსტნეული და ხილი. კერძები, რაც მეტი მით უკეთესი. ხორც პროდუქტებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ფრინველისა და ცხოველის ხორცი, გარდა ცხენისა. ამიტომ თუ ძეხვეულის შეძენას გეგმავთ, გულდასმით წაიკითხეთ შემადგენლობა, რომ არ ერიოს მათში ცხენის ხორცი. თევზეული არ იკრძალება, მაგრამ აუცილებელიც არაა. და რაც შეიძლება მეტი ტკბილეული, ნამცხრები, ჩირები, სხვადასხვა ნუგბარი, ჩურჩხელა და გოზინაყი. ალკოჰოლი, წვენები, ტკბილი და გაზიანი სასმელები სურვილისამებრ შეგიძლიათ შეარჩიოთ, მაგრამ სასურველია ზომიერად მიიღოთ. ასევე კარგი იქნება პატივისცემის ნიშნად პატარა ფიალაზე დასხმული რძე დადოთ გველის ფიგურასთან, ხოლო ლამაზად დალაგებული მწვანილი ცხენის ფიგურასთან. და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ 2026 წლის დადგომას აუცილებლად მიეგებოთ ქართული მრავალხმიანი მრავალჟამიერის ფონზე, რომლის უნიკალურ ეზოთერულ და მისტიკურ მნიშვნელობაზე სხვა დროს აუცილებლად ღრმად და საფუძვლიანად გიამბობთ. ვინ შევარჩიოთ მეკვლედ? მეკვლე ქართულ ტრადიციაში მნიშვნელოვანი ფიგურაა და მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მომავალი წლის ავკარგიანობის განსაზღვრაში. სასურველია დამდეგი წლის მეკვლე იყოს ენერგიული, ქარიზმატული, ენამოსწრებული, კარგი იუმორის მქონე, გონიერი, მოქნილი და წარმატებული ადამიანი. მის ძღვენში სასურველია იყოს ტკბილეული, ერთი პეშვი სხვადასხვა მარცვლეული, როგორც ხვავის და სიმრავლის სიმბოლო და ერთი ცალი მანდარინი ან ფორთოხალი, როგორც ბარაქის და კეთილდღეობის სიმბოლო, ხოლო ერთი მომავალი წლის ნუმეროლოგიური ციფრია და მას მთელი მომდევნო წლის განმავლობაში მაგიური მნიშვნელობა აქვს. როგორ შევარჩიოთ საჩუქრები? საჩუქრების შერჩევა საკმაოდ შრომატევადი და რიგ შემთხვევაში თავსატეხი საქმეა. ამიტომ რამდენიმე რჩევას და გარკვეულ მიმართულებას მოგცემთ ამასთან დაკავშირებით. წლის სიმბოლოს გათვალისწინებით, საახალწლოდ აქცენტი გააკეთეთ პირველ რიგში ისეთ საჩუქრებზე, რომლებიც თქვენი საჩუქრის ადრესატის ფიზიკურ და გონებრივ გააქტიურებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, თუ თქვენი დაგეგმილი ბიუჯეტი გაწვდება, შეგიძლიათ სპორტ-დარბაზის აბონემენტი, რაიმე ღონისძიების ბილეთი, მასაჟისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების ან საკურორტო დასვენების ვაუჩერი შეარჩიოთ. ასევე კარგი იქნება წიგნების, სხვადასხვა ტრენინგების ან საგანმანათლებლო კურსების შეძენა. თუ სუვენირის ყიდვას გეგმავთ, გაითვალისწინეთ ცხენის და ნალის ფიგურები ან გამოსახულებები. აქსესუარების შემთხვევაში ეცადეთ წლის მთავარი ფერები ჭარბობდეს მათში. არჩევანი შეაჭერეთ ძვირფასი და ბუნებრივი ქვებით შემკობილ სამკაულებზე და აქსესუარებზე, როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვისაც. ამავე სიაში შეგიძლიათ მოიაზროთ ნატურალური მასალებით დამზადებული ნივთებიც, მაგალითად, ტყავის ქამრები, საფულეები და ჩანთები.
ბავშვების შემთხვევაში კარგი იქნება ბურთი ან სხვადასხვა სპორტული აქტივობებისთვის გამოსადეგი ნივთები. ასევე გონებრივი აქტიურობის ხელშემწყობი სათამაშოები, როგორიცაა ასაწყობი მოდელები, ლეგოები, პაზლები, სხვადასხვა კონსტრუქტორები და საბავშვო წიგნებიც არ გამოგრჩეთ მხედველობიდან. მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ახლა კი შევეხოთ ჩვენი საუბრის განსაკუთრებულ ნაწილს და გიამბობთ საახალწლო რიტუალების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ მთელი წლის განმავლობაში მოიზიდოთ წარმატება და მატერიალური კეთილდღეობა. და შეგახსენებთ, რომ ყოველი რიტუალი თუ სურვილის ასრულების ჯადოსნური მომენტი ყოველთვის იწყება ამ სურვილის დაბადებით, ანუ ჩვენი განზრახვით. ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი განზრახვა და განწყობები, რომლითაც მიუდგებით ამ საქმეს. თუ უკვე მზად ხართ მომდევნო წლის განმავლობაში მაქსიმალური რაოდენობით მიიღოთ სამყაროსგან ბოძებული კეთილდღეობა, დააფიქსირეთ თქვენი განზრახვა ახლავე, დააპაუზეთ ვიდეო და კომენტარებში დაწერეთ შემდეგი მანიფესტი, აფირმაცია. ეს ხელს შეუწყობს თქვენი ენერგიების გააქტიურებას და პოზიტიური განწყობების შექმნას, რომ ყოველმხრივ მოიზიდოთ კეთილდღეობა ცეცხლის წითელი ცხენის წელიწადში. 2026 წელს მე მაქვს ძლიერი ჯანმრთელობა და ბედნიერი სიყვარული. ჩემი მოქმედებებით აქტიურად ვიზიდავ მატერიალურ კეთილდღეობას და ფინანსურ სიუხვეს. ჩემი სურვილები სრულდება აქ და ახლა. თუ უკვე დააფიქსირეთ თქვენი განზრახვა, გადავიდეთ საახალწლო სამზადისზე და მოდით დავიწყოთ ზოგადი რეკომენდაციებით. პირველი. გათავისუფლდით. ახალი წლის დადგომამდე სასურველია მოიცილოთ ყველაფერი ძველი, დაზიანებული და არაფრის მომცემი. ბუნებრივია, ეს ეხება ნივთებსაც, ადამიანებსაც, საქმეებსაც და ვალებსაც. ნუ გადაიყოლებთ მომდევნო წელს შემზღუდავ და ხელშემშლელ ენერგიებს ასეთი სახით. მეორე. დალაგდით. დაულაგებელმა სახლმა, სამუშაო სივრცემ, ტელეფონმა თუ კომპიუტერმა შესაძლოა წარუმატებლობა და იმედგაცრუება მოიზიდოს თქვენთან. ამიტომ წინასწარ საგულდაგულოდ დაალაგეთ ყველაფერი. სახლში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ იმ ადგილებს, სადაც მეტ დროს ატარებთ და გაწმინდეთ თქვენი საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეები ნეგატიური ენერგიებისგან წმენდის რიტუალის საშუალებით, სპეციალური ბალახების კვამლის, სურნელოვანი ჩხირების ან უბრალოდ სანთლების გამოყენებით. მესამე. დაგეგმეთ. ეცადეთ წინასწარ დაგეგმოთ ყველაფერი და მიყევით თქვენს გეგმას. დღესასწაულისთვის მოსამზადებელ საქმეებს ნუ მიიყვანთ უკანასკნელ მომენტამდე და ნურც სამზარეულოში, გასქურასთან გაატარებთ წინა საახალწლო ბოლო წუთებს. მეოთხე. განეწყოთ პოზიტიურად და ოპტიმისტურად. წლის ბოლოს იზრურეთ შეიქმნათ პოზიტიური განწყობილება. ეცადეთ მშვიდად და შინაგანად გაწონასწორებული შეხვდეთ მომავალ წელს. ამისთვის კარგი იქნება თუ მიმართავთ სხვადასხვა სულიერ პრაქტიკებს, მედიტაციებს, აფირმაციებს, ლოცვას ან სულაც გასეირნებას სუფთა ჰაერზე. ახალი წლის საღამოს არ ჩაიცვათ სხვისი ტანსაცმელი და არ მოირგოთ სხვისი ნივთები. ჯობს მოკრძალებულად გეცვათ, მაგრამ საკუთარი სამოსით დახვდეთ მომდევნო წელს. და მაქსიმალურად ეცადეთ თავი შეიკავოთ კამათის და ჩხუბისგან. შეურაცხყოფა არ მიაყენოთ არავის, მაშინაც კი თუ ძლიერად გაწყენინებთ ვინმე. შეეცადეთ უბრალოდ განერიდოთ ასეთ არასასურველ სიტუაციებს. რიტუალები. მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და ახლა გადავიდეთ უშუალოდ საახალწლო დღესასწაულზე ჩასატარებელ რიტუალებზე. ამისთვის წინასწარ მოამზადეთ. ერთი სანთელი. სასურველია წითელი ფერის, თუმცა შეიძლება იყოს ნარინჯისფერი, ყვითელი ან თეთრი. ერთი ცალი ერთლარიანი ან იმ ქვეყნის ერთნომინალიანი მონეტა, რომელზეც ხელი მიგიწვდებათ თქვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. აქვე გეტყვით, რომ ციფრ 1-იანს მომდევნო წლის განმავლობაში მაგიური დატვირთვა აქვს, რადგან ცხენის წლის ნუმეროლოგიური რიცხვი არის 1. წითელი ხელსახოცი ან წითელი ფერის ქაღალდი, ერთი დაფნის ფოთოლი, ერთი თაბახის ფურცელი და საწერი ყალამი. სასურველია წითელი ფერის, თუმცა შესაძლოა სხვა ფერიც იყოს. ახალი წლის დადგომამდე 20-25 წუთით ადრე ეცადეთ დაასრულოთ ყოველგვარი საქმე და მოწყდით რუტინას. განეწყვეთ დღესასწაულისთვის, დამშვიდდით და აუცილებლად ასანთით აანთეთ სუფრაზე ერთი წითელი სანთელი.
შემდეგ აიღეთ თაბახის ფურცელი და დაწერეთ ერთი რამ, რისთვისაც განსაკუთრებულად მადლიერი ხართ გასული წლის. მოქმედებთ შემდეგნაირად. უყურებთ ანთებულ სანთელს, იხსენებთ რის გამოც მადლიერი ხართ გასული წლის და აფიქსირებთ თქვენს მადლიერებას ფურცელზე. მაგალითად, მადლობა გასულ წელს იმისთვის რომ და დაწერეთ თქვენი მიზეზი. შემდეგ იგივე პრინციპით დაწერეთ ერთი რამ, რასაც ტოვებთ 2025 წელში და აღარ გინდათ გადაიყოლოთ 2026-ში. ესე იგი, ისევ უყურებთ სანთელს, გონებაში აფიქსირებთ რისგან გსურთ გათავისუფლება და წერთ ფურცელზე. მაგალითად, მე ვტოვებ წარსულში და დაწერეთ რისგან გსურთ გათავისუფლება. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა რამ, მაგალითად, სიზარმაცეს, წარუმატებლობას, წყენას, გულის ტკივილს და ასე შემდეგ. და ბოლოს, იგივე პრინციპით, უყურებთ სანთელს, ჩაუთქვამთ ერთ განსაკუთრებულ და სანუკვარ სურვილს, რომელსაც ისევ დააფიქსირებთ ფურცელზე. სურვილის ჩაფიქრებისას არ გამოიყენოთ სიტყვები ნეტა, იქნებ, თუ და არ გამოიყენოთ სიტყვები არ, ვერ, ნუ, ნუღარ და ასე შემდეგ. სურვილები ჩამოაყალიბეთ აწმყო დროსა და მტკიცებით ფორმაში. მაგალითად, მე მაქვს მაღალანაზღაურებადი სამსახური. მე მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე. მე წარჩინებით ავიღე დიპლომი და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ეს პირობითი მაგალითებია და თქვენი ინდივიდუალური სურვილი უნდა ჩაუთქვათ და დაწეროთ, მაგრამ აუცილებლად ამ პრინციპების დაცვით. დასრულების შემდეგ ქაღალდი 4-ჯერ გადაკეცეთ და დადეთ მაგიდაზე თქვენთან ახლოს, ვიდრე ახალი წელი არ დადგება. ეცადეთ ქაღალდი შემთხვევით არ დაისვაროს. ახალი წლის დადგომის შემდეგ კი, სანთლების ჩაქრობამდე კიდევ ერთხელ ჩაუთქვით სანთელს იგივე ერთი მადლობა, ერთი გათავისუფლება, ერთი სურვილი და აქტივაციისთვის ქაღალდს ცეცხლი მოუკიდეთ. ფერფლი კი ფანჯრიდან ან აივნიდან გაუშვათ, რომ სამყარომ მიიღოს თქვენი მანიფესტაცია. გაითვალისწინეთ, რომ მაგიდაზე დანთებული სარიტუალო წითელი სანთელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩააქროთ თქვენით. ის თავისით და ბუნებრივად უნდა ჩაიწვას ბოლომდე. მეორე რიტუალი უშუალოდ ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვას ეხება. ახალი წლის დადგომამდე იქ, სადაც თქვენი თეფში უნდა დადოთ, დააფინეთ წითელი ხელსახოცი ან წითელი ქაღალდი. აიღეთ წინასწარ მომზადებული ერთლარიანი ან იმ ქვეყნის ერთნომინალიანი მონეტა, რომელზეც ხელი მიგიწვდებათ თქვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. გადაატარეთ იმავე სანთელზე, რომელიც მაგიდაზე გაქვთ ანთებული და მოათავსეთ დაფენილ წითელ ხელსახოცზე ცენტრში. გვერდით დაუდეთ ასევე სანთლებზე გადატარებით დამუხტული დაფნის ფოთოლი. გაითვალისწინეთ, რომ არ არის აუცილებელი ისე ახლოს გადაატაროთ სანთლის ალზე მონეტები ან დაფნის ფოთლები, რომ ან ფოთოლი დაწვათ და მით უმეტეს ხელი არ უნდა დაიწვათ. შემდეგ ამ ყველაფერს დაადეთ თეფში და ჩვეულებრივ იქეიფეთ, მიირთვით და იმხიარულეთ. უკვე ახალ წელს, როცა სადღესასწაულო სუფრას დაასრულებთ, აიღეთ მონეტა და თქვენს საფულეში განათავსეთ ისე, რომ მომავალი 1 წლის მანძილზე სხვა ფულში არ შეგერიოთ. ეს დამუხტული მონეტა ხელს შეუწყობს თქვენი ფინანსური არხის გააქტიურებას და მოიზიდავს ფულს. დაფნის ფოთოლი კი გაახვიეთ იმავე წითელ ხალსახოცში და ეს მეორე, აქტივირებული კეთილდღეობის თილისმა, განათავსეთ თქვენს სამუშაო სივრცეში, მაგიდაზე, უჯრაში ან თაროზე, იქ, სადაც ასევე მნიშვნელოვანია მოიზიდოთ წარმატების ენერგია თქვენი მატერიალური კეთილდღეობისთვის. და ბოლოს, მაინც გეტყვით, რომ სადაც არ უნდა მოგიწიოთ ახალი წლის შეხვედრა და რა პირობებშიც არ უნდა იმყოფებოდეთ ამ დროს, მიუხედავად იმისა შეძლებთ გაითვალისწინოთ ეს რეკომენდაციები თუ ვერა, გახსოვდეთ, რომ მთავარია თქვენი პოზიტიური განწყობა და მომავლის რწმენა. რწმენა, რომ ყველაფერი წინ გაქვთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ და თქვენ ყველაფერი გამოგივათ. მე ამის მჯერა. მე მჯერა თქვენი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგს. გისურვებთ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ყველაზე სანუკვარი ოცნებების ასრულებას. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, არ დაგავიწყდეთ მოწონება, გამოიწერეთ ჩემი არხი და გაუზიარეთ ეს ვიდეო ყველას, ვისთვისაც სიკეთე და სასარგებლო ინფორმაცია გემეტებათ. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum. გემშვიდობებით კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.